მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ამ წელს პირველი ვიდეოთი, გილოცავთ გასულ დღესასწაულებს, გილოცავთ 2026 წლის დადგომას და გისურვებთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. იმედი მაქვს თქვენთანაც ამ დღესასწაულებმა ისევე კარგად ჩაიარა, როგორც ჩვენთან. მოკლედ ყველა დღესასწაულმა გადასარევად ჩაიარა. როგორც იცით, ჩემი ბოლო ვლოგიდან ჩვენ არ ვიყავით ქალაქში, ახალ წელს სხვა ქალაქში შევხვდით, ჩავედით და ჩამოვედით ასევე ძალიან კარგად, მოკლედ მეც დავისვენე, სადღაც 3 კვირა ვიდეოები არ გადამიღია და მოვემართებით თქვენთან ახალი ძალებით. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ცუდი ხარისხისთვის დღევანდელი ვიდეოსი. მოკლედ ყველაფერი გადასარევად იყო, მანამ სანამ არ გამძარცვეს და ტელეფონი არ მომყარეს ჯიბიდან. მქონდა ახალ ტელეფონი, რომელიც სერგო მშობას მაჩუქა, Samsung Galaxy S25, სულ ახალი გამოშვება, მოკლედ ძალიან მომწონდა. წარმოვიდგენდი, როგორ მაგარ ვიდეოებს გადავიღებდი და როგორ დავამონტაჟებდი, მოკლედ არ შემარჩინეს, მართლა არ შემარჩინეს და რამოდენიმე დღის უკან ქალაქში ვიყავი მაღაზიაში, სადაც ჯიბიდან ამომაცალეს. მართლა არ მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და საერთოდ მე გადამხდებოდა, რადგან გარეთ რამე რომ დამრჩეს, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ წაიღებს. რამდენჯერ ბავშვებს დარჩენიათ გარეთ სათამაშოები და ახლაც ჩვენთან ეზოში ბავშვების სათამაშოები ყრია, არავინ არ იღებს, ველოსიპედები, გაჯეტები, მოკლედ ყველგან ყველაფერი ყრია და არავინ არაფერს ხელს არ კიდებს. და მართლა არ მეგონა, რომ ოდესმე ტელეფონს მომყარავდნენ. ეს არ არის უბრალო ადამიანის მოყარული, ეს არის პროფესიონალის გაკეთებული, რადგან იცის, რომ ახლანდელი ახალი გამოშვება ტელეფონების მოპარვა არც თუ ისე ადვილია. ტელეფონი იქნა მაღაზიიდან გატანილი და შემდეგ გათიშული მთლიანად, როგორც ჩანს, იციან როგორ უნდა გათიშონ კოდის გახსნის გარეშე. ველოდებოდით 3 დღე რომ ჩაერთოთ ტელეფონი რომ ჩაერთოთ, ეგრევე ვიპოვიდით და რა თქმა უნდა ავიღებდით, განცხადება არის უკვე დაწერილი პოლიციაში. 3 დღის შემდეგ დავუკავშირდით Samsung-ის ცენტრს და ტელეფონი იქნა დაბლოკილი მთლიანად. არ ექვემდებარება საერთოდ მუშაობას, ტელეფონის ქონას აზრი არ აქვს, უბრალოდ ტელეფონია. ნაწილებათაც ვერ ჩააბარებენ, მოკლედ ისე გავაკეთეთ, რომ ტყუილად მოიპარეს და მეც ტყუილად გამომწარეს. მოკლედ არ ვნებდები, ყველაფრის მიუხედავად ჩემი წლევანდელი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ვიდეო გადამეღო და მომეგროვებინა რაც შეიძლება მეტი გამომწერი, ასე რომ არ ვნებდები და ძველი ტელეფონით ვაგრძელებ გადაღებას, მანამ სანამ რაიმე მეშველება, იქამდე ვაგრძელებ ძველი ტელეფონით, რადგან აქამდე მქონდა iPhone და ჩემი iPhone ვაჩუქე გოჩას. არ მინდა რომ ბავშვს ისევ გამოვართვა ტელეფონი, ამიტომ სახლშიც იყო ძველი ტელეფონი, იმით ვაგრძელებ გადაღებას. დღევანდელ ვლოგში შემოგთავაზებთ ყოველდღიურ დალაგებას, მოტივაციას, უბრალოდ ყოველდღიურად როგორც ვალაგებ, ისე ვალაგებ ახლაც კამერასთან. ჩემს საძინებელში არის ქაოსი სრული, განსაკუთრებით ამ ბავშვის საწოლში, რომელსაც ჯერჯერობით არ ხმარობთ და ყველაფერი რაც კი ხელში გვხვდება ზედმეტი მიდის ამ საწოლში, რადგან არ ჩანს და ყველაფერს შიგვდებთ. მოკლედ მივალაგე უკვე მისაღები ოთახი და
ბოლოს თვის შემოვიტოვებ სამზარეულოს, რადგან სერგომ დღეს სამზარეულოში ხორცი შეწვა გრილის აპარატზე და იქაურობა არის ცხიმში, მოკლედ მიდის ცხიმში იქაურობა, ამიტომ ბოლოსთვის შემოვინახე, ჯერ დავალაგებ დანარჩენ ოთახებს და ბოლოს გადავალ. როგორც ხედავთ, პატარა გაბრიელიც სულ ჩემთან არის და ხშირად მიწევდა კამერის გათიშვა, რადგან ხან მშიერია, ხან ეძინება, ხან თამაში უნდა, ხან ყურადღება უნდა და ეს დაალაგება გრძელდება თითქმის 4 საათამდე ან დღის 5 საათამდე. როგორც ნახეთ, ნაძვის ხე ჯერ კიდევ მიდგას, არ ვიცი, მენანება აღება, ნელ-ნელა ავიღე სხვადასხვა საშობაო დეკორაცია აქეთ-იქით, რაც იყო, ხოლო ნაძვის ხეს შემოვიტოვებ ბოლოსთვის და ალბათ შემდეგ ვიდეოში ერთად ავიღებთ. ულამაზესი ნაძვის ხეა და დღითი დღე უფრო მომწონს და უფრო არ მინდა რომ ავიღო. ფასდაკლებებზე შევიძინე უამრავი ლამაზი და ახალი დეკორაცია საშობაო, თან რაც შევიძინე ნაძვის ხის სათამაშოებიც უკვე ავასხი, რადგან არ მაქვს მოთმინების უნარი და მომავალ წლამდე ვერ დაველოდებოდი, რომ ახალი სათამაშოები დამეკიდე ნაძვის ხეზე, ამიტომ ყველაფერი შევასხი ჩემს ნაძვის ხეს და დღითი დღე უფრო ლამაზი ხდება. ეს იქნება ბოლო საშობაო განწყობა ამ სეზონის, ასევე დავუთავ ბოლოს საშობაო მუსიკას განწყობისთვის და შემდეგ სეზონისთვის შემოვინახავ უკვე დანარჩენს. Dashing through the snow in a one-horse open sleigh, over fields we go, laughing all the way. Bells are ringing clear, lighting up the night. What a joy to glide and sing this cheerful snowy ride. Jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Windows glow with light, voices fill the air. Every heart is warm tonight with love and winter flair. Snowflakes start to fall, sparkling as they play. We're chasing laughter through the cold on this bright holiday. Ring those bells so bright, let them sing through the night. Every sound reminds us all winter's pure delight. Jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. I can hear the sleigh bells ringing. There's a holiday cheer that's calling my name. I can hear the children singing, 'cause it's Christmas time again. I wanna wish you a Merry Christmas. I wanna wish you a Happy New Year. I wanna wish you a Merry Christmas. I wanna wish you a Happy New Year.
დღესასწაულებიც დამთავრდა, საცივი და ნიგვზიანი ბადრიჯანიც გამოილია, მოკლედ დამთავრდა არაჯანსაღი საკვების მიღება, ამიტომ ცოტას გავაკონტროლებთ თუ რას მივირთმევთ და დღის რაციონს გავაუმჯობესებთ. დღეს მოვამზადებ დიეტურ ბანანის ორცხობილებს, რომელშიც შედის სულ რაღაც 3 ინგრედიენტი: ბანანი, ქოქოსის ფანტელი და შვრიის ფანტელი. ავიღე 2 ბანანი, კარგად დავჭყლიდე. ბანანი სასურველია, რომ იყოს მწიფე, უკვე გაშავებული. კარგად დაჭყლეტილ ბანანს დავუმატე შვრიის ფანტელი და ქოქოსის ფანტელი. შვრიის ფანტელი ოდნავ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ქოქოსის. მეთვალის ზომით დავუმატე, შემდეგ კარგად ავურია ერთმანეთში და დავდეთ 15 წუთით, რომ მასა გასქელდეს. შემდეგ 15 წუთის შემდეგ ასე მივეცი ფორმა, გადავიტანე გამოსაცხო ფორმაზე და გამოვაცხე წინასწარ კარგად გახურებულ ხუმელში 15 წუთით. მიუხედავად იმისა, რომ ორცხობილაში არ არის დამატებული შაქარი, არის საკმაოდ ტკბილი და გემრიელიც. მოკლედ, თუ გიყვართ შვრიის ფანტელისგან მომზადებული რაღაცეები, სცადეთ აუცილებლად. ზემოდან შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ, შავი შოკოლადი, ან და წაუსვათ არახისის კარაქი. სწორად ვთქვი, მე მგონი არახისის კარაქი. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს გაჯეტებზე ჩემი ვიდეოს ხარისხი ნორმალურია და ყურება შეიძლება. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ტელეფონს ვიპოვი. იმედს არ ვკარგავ ტელეფონს, რომელიც 2 კვირაც კი არ მქონდა. მოკლედ, გიტოვებთ ჩემი ულამაზესი ნაძვის ხის კადრებს და მომავალ შეხვედრამდე.